გამარჯობა თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად ჩვენ ერთმანეთს ხვდებით 14 საათსა და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში ბუნებრივად თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის ვერზე, YouTube-ის არხზე და გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. დღეს გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის დემურ გიორხელიძე. ბატონ დემურ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ და მოგბრძანდით და მე ოდნავ აი მცირე შესავალს გავაკეთებ მომხაზავ იმ თემების ჩამონათვალს, რომელზეც მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენ აი ამ გადაცემაში. ესე იგი, რადგან ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური დღის წესრიგი, საზოგადოების ნაწილის პოლიტიკური დღის წესრიგი კვლავ უტრიალებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში წევრობას, მიუხედავად იმისა, რომ თვალწინ ჩვენ გვაქვს უკრაინის მაგალითი, ხოლო ზუსტად უკრაინის ტრაგედია, ხოლო მანამდე 2008 წლის ომი გქონდა, მიგრობ ძალიან ყურადსაღები მოვლენები განვითარდა ჩვენთვის. კერძო და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ახალი ჩავიდა ბრიუსელში, როგორც მან თქვა, ჩაიტანა სამშვიდობო გეგმა, სამშვიდობო ხედვა უკაცრავად დონალდ ტრამპის და იქ რამდენიმე სამი ალბათ ძირითადი გზავნილი იყო. ერთი რომ მიზანშეწონად არ მიაჩნიათ უკრაინის ნატოში გაწევრიანება და ამ საკითხის საუბარი უნდა დასრულდეს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ხო არავინ არც შემდეგში რა მოხდება. მეორე ის რომ ეს პროცესი უნდა იყოს სამშვიდობო და იქ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას, ანუ ნატო არ მიიღებს მონაწილეობას, მე ასე გავიგე, ყოველ შემთხვევაში ეს ამბავი და ამის პარალელურად ფინანსთა მინისტრი ჩვენს ენაზე ამერიკის შეერთებული შტატების ჩავიდა უკვე კიევში, შეხვდა ზელენსკის, გავრცელდა მაშინვე ინფორმაცია, რომ მათ უკვე მოაწერეს ხელი იმ ხელშეკრულებას, რის თანახმადაც უკრაინის მიწისქვეშა რესურსები გადაეცემა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო დღეს გავრცელდა ზელენსკის ინტერვიუდან ამონარიდები, რომ ჩვენ რესურსების მართვაზე შევთანხმდითო, ეს ამას ნიშნავს, რომ ისინი მართლაც შეთანხმდნენ, თქვათ, ამ საკითხზე. საინტერესო არის ის, რომ Bloomberg-შიც დაიბეჭდა სტატია, რომელიც წერია, რომ უკრაინამ უნდა დაწიოს ასაკი, ანუ ისევ ძველი ვერსია, უნდა დაწიოს 18 წელი მზარავს ამას რო ამბობ, 18 ბავშვების წაყვანა ჯერ 25-27 რა არის, მაგრამ 18 წელი მაინც გაუგონარი რამ არის და დასავლეთი გააძლიერებს მხარდაჭერასო უკრაინის, იმიტომ რომ მან მიაღწიოს თავის მიზნებს, ჩვენ ვიცით როგორც ამბობენ ყოველ შემთხვევაში Bloomberg-ი დემოკრატების, ამერიკელი დემოკრატების დიახ რუპორი არის. ნუ და გვირგვინი მთლიან ამბების არის ის, რომ პუტინმა და ტრამპმა ისაუბრეს საათ ნახევარს. აი ასეთი ფონი და მოცემულობა არის და მე მევადება აი ესეთი კითხვა, რიტორიკული კითხვა. ეს ყველაფერი ამისთვის იყო განკუთვნილი და გამიზნული, რომ ეს გარიგება მომხდარიყო და დაენაწილებინა და ესე უმოწყალოდ დაგლეჯილიყო უკრაინა, თუ უბრალოდ მცდელობა იყო, რომ უკრაინას თავი გაეყო აი ამ ცეცხლის ძალში, იმიტომ რაღაც ზიანი მაინც მიეყენებინა ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებისას ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს რუსეთისთვის, ან გნებავთ იქ ჩინეთისთვის, ან იმ ძალებისთვის, რომელიც რუსეთთან მოიაზრება და რაც თავარია, ბატონებო, არ მინდა რომ ეს გამოგჭის. ჩვენი საზოგადოება რატომ ვერ აანალიზებს, რომ აი დემოკრატია, კარგი ცხოვრება, ეს თქვათ იმავე ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ჩვენი ბედნიერებისთვის კი არ უნდათ, არამედ თავიანთი ბედნიერებისთვის უნდათ და ჩვენ განვიხილებით, როგორც საშუალება მათი ინტერესების მიღწევის და ამაში არაფერი არ არის ცუდი. დავიწყოთ აი მოვლენებით, რომელიც ელვის უსწრაფეზად განვითარდა უკრაინის გარშემო. დავიწყოთ, იმიტომ რომ არ არის უბრალო რამე, მე მოხარული ვარ იმისა, რომ წლებია მე და თქვენ თანამშრომლობთ, მე ყოველ თქვენს ზარზე მზათავარი ინტერვიუსთვის, რაც ჩვენ ვისაუბრეთ, ჩვენ ფაქტობრივად სწორად მოხაზეთ ყველაფერი, მე ამას არ ვამბობ რაიმე თავის ქების ნიშნით, იმიტომ რომ მე ერთი კაცი, რომელმაც თავს მიუფლება მივეცი, რომ ასეთი ფუნქცია შემესრულებინა, აბსოლუტურად უდამპლესი იდეოლოგიის დომინირების შემთხვევაში, ჩემი მთავარი ამოცანა იყო ჩემი შესაძლებლობის პარკლებში ზუსტი ანალიზი გამეკეთებინა იმისა, რაც ხდება. ამას რა თქმა უნდა საათები ჭირდება ყოველ დღე, ეს არ მოდის რომ მე დავჯდე და თქვათ ვისაუბრო ამაზე. ამიტომ მე ნაწილად შეკითხვების დასმასაც საათები ჭირდება, რომ რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ამიტომ მე აბსოლუტურად შემწყნარებლობით უყურებ იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებას აძლევენ და შეურაცხყოფენ საკუთარ თავს იმ კომენტარებით, რაც არის
მაგრამ მე მესმის ყველაფერი, მე ძალიან კარგად ვიცი, არავინ მაძალებს ამ საქმიანობას. დავიწყოთ თავარით. მე ძალიან ინტენსიურად გადავხედე ევროპულ პრესას, თქვენ უნდა ნახოთ რა ქაოსია, რა მხელა შიშია, რომ რა ბედს უმზადებს მსოფლიოს ორი მთავარი ქვეყანა, ნუ გასაგებია ჩინეთი ამ დიდ დაალეგებაში არ მონაწილეობს, თუმცა მას თავისი ადგილი ექნება და აუცილებლად მოხდება ეს. რა ბედს უმზადებს ევროკავშირს და პირველ რიგში უკრაინას და აქ აბსოლუტურად ნიჰილისტური, აბსოლუტურად პესიმისტური განწყობილებებია. როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს თუ 25 თებერვალს მე დავწერე ამ უზარმაზარი კონფლიქტის, რომელიც აშკარად პროვოცირებული იყო და თქვენ წარმოიდგინეთ სატელეფონო საუბარში ამერიკის პრეზიდენტმა დაუდასტურა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ეს ომი არ მოხდებოდა რომ არა ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომით. ეს ანბანური რამეა, დიახ პროვოცირებული იყო, მოსინჯვა უნდათ რუსეთის დამარცხება შესაძლებელი იყო თუ არა, არ გაამართლა მან. მე მაშინ თქვი და აქეთკენ მიდის საქმე, რომ ამ გლობალური კონფლიქტის და იმ ახალი წესრიგის, რომელიც ყალიბდება მსოფლიოში, ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს, დღეს უკვე აშკარად გამოკვეთილია, რომ ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. მოყვება ის, რომ ისეთი ორი უვარგისი სტრუქტურა, როგორსაც წარმოადგენს ევროკავშირი, რომელიც ამოვარდნილია პოლიტიკური ცხოვრებიდან, ეს არის პოლიტიკური ჯუჯა, არ არაობა ფაქტობრივად მარიონეტული ხელისუფლებებით ევროპის მთავარ ქვეყნებში და ნატო, რომელიც წარსულში ჩარჩენილი ორგანიზაცია და ნამდვილად საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისათვის, ამიტომ არის ამერიკელების პოზიცია და მე ამას ვხედავდი იმ დაპირისპირების ფონზე, რომელიც სინამდვილეში ჯილსში ედო ამ კონფლიქტს. სხვა არაფერი არ არის. დააკვირდით კიდევ იმას, რომელზეც ჩვენ ხშირად გვისაუბრია. ბრძოლა არის პარაფასეულობებისთვის, არამედ რესურსებისთვის. და გზებისთვის ამ რესურსების გასატანად. რესურსები არის მომავალის ყველაზე დიდი საფუძველი განვითარებისა და დააკვირდით ტრამპის აქცენტებს. დაწყებული ინაუგურაციის წინ მარ-ა-ლაგოს პრესკონფერენციიდან, სადაც მან ფაქტიურად უცხოელი და თავისი ამერიკული ბიზნეს ელიტა შეკრიბა, ტექნოლოგიები. ქართველები არ აღიარებენ ეს ჩვენი საწოდავი პრესა, მაგრამ თქვენთან შეიძლება ამაზე საუბარი. ტრამპმა ფაქტიურად აღიარა რუსული იარაღის მდგომარეობა დღეს, როგორც ძალიან დაწინაურებული. და ბადოდებ რა ქვევიტყვი ის, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ 91 წლის საზღვრებში დაბრუნება ეს ილუზია და ამაზე ფიქრს თავი უნდა დაანებოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იარაღი აღიარა სწორედაც, რომ და ამის ადრესატი ამ განცხადების რუსეთი იყო ძირითადად ვიდრე უკრაინა. მათ ნახეთ საათნახევრის განმავლობაში ისაუბრეს ყველაფერზე. როგორც მე წავიკითხე, მათ ახლო აღმოსავლეთს შეეხდნენ, სანქციებს, ეკონომიკას შეეხდნენ, ინტერესებს შეეხდნენ, ყველაფერს შეეხდნენ. საბოლოო ჯამში მოხდება დიდი შეთანხმება. შეთანხმება არ არის ერთმანეთის დათმობა, ანუ ვიღაცას რო დაუთმო რამე. შეთანხმება არის კომპრომისი. შემთხვევით არ არის საუბარი იალტა 2-ზე. გასაგებია იალტა 2 არც სტალინისტვის დაუთმია ვინმეს რაიმე და არც სტალინს დაუთმია ვინმესთვის, იმიტომ რომ რეალობა იყო ასეთი და სამი გონიერი ადამიანი შეიკრიბა, რომელსაც ურთიერთ რაღაც პასუხისგებლობა ჰქონდა და მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ ინტერესები განაწილდა, გავლენის სფეროები განაწილდა და პასუხისგებლობები განაწილდა. მართალია ციუმა ომმა ეს ყველაფერი შეაბრუნა და პირველ რიგში ამის ინიციატორი იყო ბრიტანეთის პრემიერ, რომელიც მეორე დღესვე ომს ითხოვდა
მაგრამ გასაგებია რატომაც ითხოვდა ეხლა უკვე გადასახედიდან ყველაზე დაზიანებული, დასუსტებული ამ საშინელი ომიდან გამოვიდა ბრიტანეთი და გაჩნდა ორი სუპერ სახელმწიფო, როგორც იყო საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ანუ საბჭოთა კავშირის დახმარებით დაანგრია, დაშალა ბრიტანეთის უზარმაზარი იმპერია მხოლოდ იმის გამო, რომ მას თავის სტრატეგიებში არ ჭირდებოდა ასეთი ძალის არსებობა. ზუსტად იგივე პარალელს გავატარებდი მე დღეს, იმიტომ რომ ამერიკის მომავლისთვის ამერიკა ლამის დაშალეს წინა ხელისუფლებამ. თქვენ წარმოიდგინეთ რა კატასტროფამდე იყო მისული საქმე, როდესაც თეთრი სახლი LGBT დროშის ფერად გაანათეს. ეს არის სრული კატასტროფა, ვინც იცის ამერიკის ისტორია, ეს ხო პურიტანები არიან. პურიტანების წარმომავლობა, ისინი არსად არ გაწასულა. მე მით უმეტეს ახლა ამერიკული ოჯახი მაქვს და ძალიან კარგად ვიცი, როცა ხშირად ყოფილვარ, ყველაფერს ვაკვირდები ამაზე, ხო? ეს სხვანაირი ხალხია, სხვა შემართების ხალხია, იარაღს რომ მოკიდებს ხელს ის ხალხია. ამიტომ ელიტების ბალანსმა რაკეთ რა გამოიწვია, დაახევინა უკან გლობალურ ძალებს. იმიტომ რომ თუ 20 წლის არჩევნები განმეორდებოდა 2024-ში, სისტემა მკვდარი იყო. სისტემა განადგურებული იყო და ეს მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად ყველასთვის ცუდი იყო. პირველ რიგში შეერთებული შტატები, იმიტომ რომ დანარჩენებისთვის. ხო, დანარჩენებისთვის, ამიტომ ამ ელიტების დაპირისპირებამ გვერდზე გასწია ეს ძალა და ისინი არცად არ წასულან, ჩასაფრებული არიან. ხო, მე ვიგებ თავი ბრძოლა წინ არის ჯერ კიდევ დაპირისპირება. ბრძოლა და უკვე არის შიგა დაპირისპირება. ნახეთ, როგორც კი დაითხოვეს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები მასიურად, არადა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იყო ეგრეთ წოდებული deep state-ის გავლენის ქვეშ და მან უზარმაზარი რომ იტყვიან ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს და თუ გნებავთ ის განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად არაკორექტული იყო ტრამპის მიმართ, მომზადებული შპარგალკებით, ბოდიში ამ სიტყვისთვის, იყო მოწოდებული სწორედ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ. ეხლა თულსი გაბარტი გახდა საერთო რომ იტყვიან ზედამხედველი იმ სამინისტრო დავარქვათ ჩვენებურად ეროვნული უშიშროების სამსახურის. თქვენ წარმოიდგინეთ სპეციალურად როგორ არის შეერთებულ შტატებში გაკეთებული 26 სპეცსამსახურია. იმისთვის რომ არ მომხდარიყო ერთხელში ეს ძალიან საშიში სათუთი სტრუქტურა ყველა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თქვენ ქმნით სპეცსამსახურს, რომელსაც აქვს ყველაფრისადმი კანონის პარგლებში, მაგრამ ყველაფრისადმი წვდომა და თუ იქ რაიმე გადახრები მოხდა, ფაქტურად სახელმწიფო დარტყმის ქვეშ ექცევა. ამიტომ სპეციალურად იყო დაშლილი რომ, მაგრამ როგორც ბრიტანეთში ყველა სპეცსამსახურს, მათ შორის მსოფლიოში საუკეთესო Mi-X და მას აკონტროლებს Deep State-ი, იმიტომ არიან ბრიტანელები ჯერ კიდევ ზედაპირზე რომ ტივტივებენ, არა იმის გამო, რომ სტარმერი არის საცოდავი ერთუჯრედიანი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სასაცილოდ არ ყოფნით, არამედ იმის გამო, რომ ეს სპეცსამსახურები უსაშველოდ პროფესიონალურები არიან, იმიტომ რომ ბრიტანეთმა თავის დროზე მიაღწია იმას, რასაც ვერ მიაღწია ვერავინ. ერის საუკეთესო ინტელექტუალური ნაწილი სახელმწიფოს სტრუქტურებში და სახელმწიფოს სასარგებლოდ დაუმუშავა. ეს არის სახელმწიფო. იმიტომ ამ ეს გავიძახ იმას, რომ ჩვენი ყველაზე სიმდიდრე არის ჩვენი ხალხი. ფანტასტიურად გონება გახსნილი ახალგაზრდობა, რომელსაც ვწამლად და ვანადგურებთ იმ ბოლონიის სისტემით, რომელიც კრეტინების აღსაზრდელი სისტემა, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე სუპერგანათლება, ჩვენ გვჭირდება ამ ხალხის მიმართვა, როგორ ამერიკის მომავალი არის ტექნოლოგიებში, ანუ განათლებაში და მეცნიერებაში, სხვანა
არანაირი ტექნოლოგია მარტო საქართველოში არსებობს. აქ ტექნოლოგიებს ისე ახსენებენ, მეცნიერება არ არის ტექნოლოგია, არის ერთადერთი რამ. მეცნიერული მიღწევების გამოყენება პრაქტიკაში. მანახეთ რომელ მეცნიერებების მიღწევებს იყენებენ ქართველები იმ მოდით ახლა კორექტულად ვიტყვი იმ უნივერსიტეტებში, ბჭყალებში, თუ შეიძლება მათ უნივერსიტეტებია, სადაც ტექნოლოგიებზე საუბრობენ. ამიტომ აი ბატონო, სანამ განაგრძობ, თუ შეიძლება ძალიან არსებითია, ეხა არის ხელოვნური ინტელექტი, ნეიროქსელები ძალიან პოპულარული. მე სპეციალურად დავძებნე ქართულ ენაზე. ქართველი სტუდენტის, ქართველი მოსწავლის, უფროს კლასელის მიერ თუ არის შექმნილი, აი ვიდეო გაკვეთილის მსგავსი, ან თუ გვიზიარებს თავის მოსაზრებას, რომ აი რომელი ნეიროქსელი მჯობი ახალი გამოვიდა, რომელია ფასიანი, უფასო რა ფუნქციები აქვს. წამლად ვერ იპოვით ასეთ რამეს. აი ახლა ნახეთ რა შესაქმე ნეიროქსელები, ანუ ეს არის ძალიან ღრმა მათემატიკის მეშვეობით. მაგრამ იმ პროგრამაში არდვილია მუშაობა. შექმნილი კი გამოყენების თვალსა. ანუ გამოყენების თვალსა თქვა, ჩვენებმა ძალიან კარგად ისწავლეს iPhone-ებზე კაკუნი და რაღაცების გაკეთება, მაგრამ ეს არ არის ტექნოლოგია. რა თქმა უნდა, სიღრმისოდ არ იცნობენ, როგორ მუშაობს, რატომ მუშაობს, ვერ იცნობენ, იმიტომ რომ ამას სჭირდება ძალიან ძლიერი სკოლა და ძალიან ძლიერი სპეციალური მიმართულებები უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ სხვანაირად ეს შეუძლება. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ამერიკის მომავალი და რუსეთის და ჩინეთის საერთოდ წინგარბის მეცნიერები და საქართველოს მომავალი არის ტურიზმი და ეს სიგლახე, რომელიც 32 წელია ქვეყანაში არის ბორდელები და ეს კაზინოები და ღამის კლუბები და ნარკოტიკები, რომელიც ესე იგი ანადგურებს და ფაქტიურად არის უზარმაზარი რაოდენობით. ჩემი თაობის ადამიანს, რომელიც ფაქტიურად თაობა გაანადგურეს ნარკოტიკებში, დაწყებული 1967 წლიდან, როცა მე 7 კლასში ვიყავი და მაშინ დაიწყო მასიურად ეს ყველაფერი იმ ჩაკეტილ სისტემაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია, ამას მიზანმიმართული ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდებმა ძალიან კარგად ვიცოდით თბილისში ვინ სად ყიდდა ნარკოტიკებს. როგორ შეიძლება ეს ჩვენ ვცოდნოთ და სრულიად ახალგაზრდა და არ ცოდნოდა სპეციალურ და მათი მეშვეობით იყო ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ აცილებული ვართ ყველაფერს და მივადექი იმას, რაზეც თქვენ ბოლოს თქვით, რომ რატომ ჩვენი საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმას, რაც ხდება. ბატონო, დიდი ბოდიში უნდა შეგაწყობდეთ რეკლამის გამო მცირე ხნით დაგემშვიდობებით, დაგველოდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით. ჩვენ უკვე დავბრუნდით ეთერში და განაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან დემურ გიორხელდეძე. დიახ ბატონო დემურ, ჩვენი საზოგადოება რატო ვერ აცნობიერებს რეალურ საფრთხეებს და იმას, რომ სამყარო ჩიპი არ არის, მისი ბედნიერება არავის უნდა და არის საშუალება დიდების, შეძლებულების და მდიდრების, შეძლებულების მდიდარი ერთი და იგივე და ძლიერების ინტერესების გასატარებლად. მოდით პირდაპირ თქვათ, ქართული ინტელექტი ახლა მე არანაირი ვაშა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, თუმცა ამ ქვეყნის თავდადებული ადამიანი ვარ, ჩემი შეხედულების ფარგლებში და ასეც მგონია თავი, ხო? ეს არის უზარმაზარი ინტელექტი. მე არ ვამბობ ამას გადაჭარბებით, მე მქონდა ბედნიერება მემუშავა ისეთ სფეროში და ისეთი ლექციები წამეკითხა სტუდენტებისთვის, რომელიც მათემატიკური უნივერსიტეტის დონის და საინჟინრო სპეციალობების შერწყმაზეა, მაგალითად მანქანების დინამიკა და სიმტკიცე, ეს არის ყველაფრის ძალიან დიდი საფუძველი, ურთულესი საგანი და კიდე სხვა არაფერი. მე მყავდა ბრწყინვალე გოგონები, სტუდენტები და ბრწყინვალე ბიჭები, განსაკუთრებით 70-ან 80-ან წლებში, რომლებიც ნებისმიერი დონის დამძლევი იყვნენ მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში. და ბევრი მათგანი დღეს დოქტორებია, ზოგი გერმანიაშია, ზოგი პოსტსაბჭოთა სივრცეშია, ზოგი საგანაა, მაგრამ მათთვის საქართველოში ადგილი არ არის, ისინი დოქტორები არიან, მეცნიერები არიან. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც გენეტიკურ დონეზე გონება გახსნილია.
ამას სჭირდება განათლება. დიახ, ჩვენ უნდა გავაჩინოთ ის, რაც არასდროს არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში ქართულ ფანტასტიკურ კულტურაში და რაც ახასიათებს დასავლურ კულტურას, ეს არის ცნობის მოყვარეობა. ამ ცნობის მოყვარეობამ ცოდნისკენ სწრაფვა განაპირობა, იმიტომ რომ ყველაფრის გარკვევა თუ გინდა, შენ არ ყოფნის ის ცოდნა, ამიტომ შენ ეუფლები ამ ცოდნას. ჩვენ ეს სტიმულები უნდა გავაჩინოთ და მე შემიძლია იმ ჩემი წარმოდგენებით, რაც მე მაქვს შტაბ-ეტილება, ქართველი ახალგაზრდები შესაბამისი განათლებისა და თავდადების შემდეგ ფანტასტიკურ შედეგებზე გავლენ. მაგრამ ჩვენ ეს უნდა გადავტეხოთ ეს საშინელება. ესე იგი, აქედან პასუხი იმიტომ ვერ აცნობიერებს, რომ უკვე 30 წელზე მეტია ქვეყანა ინტელექტუალურად გამოიფიტა. იგი არ ვითარდება ინტელექტუალურად. იგი არ არის თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზაციის მოსურნე, იმიტომ რომ გარემო არა აქვს ამისი. იგი არ ესწრაფთვის ცოდნის დაუფლებას, იმიტომ რომ ცოდნა ამ ქვეყანაში არავის არ ჭირდება. არ ფასდება, მაგრამ ეს არ აძლევს ადამიანს, მე არაერთხელ მithქვამს, შენ ერთხელ ცხოვრობ, ამიტომ თუ ცოდნა არ ჭირდება ამ ხელისუფლებას, ამ სისტემას, შენ უნდა დააფურთხო ამ ხელისუფლებას და ამ სისტემას უხეშად ვამბობ, იმიტომ რომ ცოდნა თავისთავად არის უდიდესი სიამოვნება, ეს არის სასწაული რამე, ამიტომ შენ არ შეიძლება სისტემამ გაგთელოს და ზუსტი პასუხი იმ დამპალმა იდეოლოგიამ, იმ უპასუხისმგებლო ხელისუფლებებმა 32 წელია ქართულ ინტელექტს უდიდესი დარტყმა მიაყენა და ისინი ჩამოაცილა პროფესიულ საქმიანობას. ამან ბუნებრივია სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააკარგვინა იმ ვთქვათ, სწორი გაგებით ვიხმარ ამ სიტყვა ინტელექტუალურ ელიტას, რომლის ფუნქცია დისტანცირებული იყოს ხელისუფლებიდან და იმ პროგრესს ემსახურებოდეს, ყველგან ასე იყო. პროგრესს განაპირობებდა ინტელექტუალურ ელიტა. ისინი ქმნიდნენ მონახაზებს. ამიტომ მე რაღაც საქმიანობით ვფიქრობ, ამის დამკვიდრებასაც ვცდილობ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. არ არის სისტემის მომსახურება კაცური საქმე. არ არის ღირსეული საქმე. თუ შედიხარ სისტემაში, ხარ პარტიის წევრი ან ხარ, მაგრამ თუ არ გინდა ამ სისტემაში შეცვლა, შენ არ გინდა რომ ამ სისტემამ შენ გაგთელოს, ამიტომ შენ პიროვნული ღირსება უნდა შეინარჩუნო, შენ დამოუკიდებელი გზით უნდა იარო, იმიტომ რომ შენ ყოველთვის გეყოლება ის ადამიანები შენ ქვეყანაში თუ არ განადგურდა, რომელიც სწორად გაგიგებენ, შეაფასებენ და ვიღაც ჯგუფს მაინც ახალგაზრდებისა შენ ცოდნისკენ უბიძგებ, განათლებისკენ უბიძგებ. დიახ, პროფესიონალიზმის დაკარგვა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკარგვა, უნებისყოფობა და შეგუება დამპალი სისტემისადმი, რამაც განაპირობა ის, რომ იდეოლოგიამ აიღო დომინირება საზოგადოების დიდ ნაწილზე და მათ შეუცვალა ფასეულობათა სისტემა და ისინი მათი წარმოსახვები მიმართა არასწორი მიმართულებით. შინ დაარქვეს ევროპას, ეს გამოუგნებელი რამაა. ეს არის დეგენერაციის მაჩვენა. ღიად ვისაუბრებ. შინ ევროპისკენ წასვლა არის დეგენერაციის მაჩვენებელი, რატომ იცი? დიახ, მე ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ ინტენსიურად. ქართულ ფანტასტიკურ კულტურაზე შენ თუ წარმატებული სახელმწიფო გინდა, შენ ერთადერთი წარმატებული მოდელი ჯერჯერობით, ეს არის კლასიკური დასავლეთ ევროპული სახელმწიფო უნდა აადგე და დაამყნა ამას და ევროპული გარემო შენ ქვეყანაში უნდა შექმნა კლასიკური ევროპული, თორე ახლა ჩემმა მტერმა შექმნა მათი გარემო. ხო, და ეს არის ყველაზე დიდი წარმატების საფუძველი ქართველებისთვის. ჩვენ რა გვინდა? სადღაც შევეტენოთ დამპალ ორგანიზაციაში. იმიტომ რომ ის მოგცემს ფულს, ეს მოლოდინია და იცხოვრებს კარგად. ფულს იძლევიან ისინი. გაჩნდა კასტა, ეს არასამთავრობო, რომლებიც დოლარული მილიონერები არიან, ეს არის ერთუჯრედიანების კასტა, რომელიც უკულტურო, გაუნათლებელი,
განათლება უპროფესიო ადამიანები, რომლებიც რეალიზაციას აკეთებენ და ცხადია, ხელისუფლებების ხელშეწყობით თარეშობდნენ ამდენი ხანი. ამოტრიალდა ახლა ყველაფერი და ეს ყველაფერი დარჩა საქართველოს დღევანდელ პროტესტებს, დღევანდელ თქვათ ხელისუფლების სრულიად უსუსურ საქმიანობას თუ შევხედავთ, წარსულში დარჩა ქვეყანა. ქვეყანა დარჩა წარსულში, მთელი მსოფლიო იცვლება უკვე წლებია და ქართული ნარატივები, ეს იდეა ფიქსები, ეს იდიოტიზმის გამომხატველი იდეა ფიქსები, კვლავ დღის წესრიგში რჩება. აი, ეს იცის განათლებაში გაჩენილმა დეფიციტმა, პროფესიულმა შეუმდგარობამ და ქვეცნობიერებად ეს არის შინაგანი, რომ იტყვიან მოშვებულობისა და არასრულფასოვნების ამიტომ რაღაცით რო გაამართლო, შენ იწყებ ვიღაცის მიდევნებას, ბელადებს დასდევ, რომელიც განადგურებენ, სადღაც ევროპაში გინდა, რომელიც ევროპა სულაც არ არის და სიმახინჯის განსახიერება დღევანდელი თორე დასავლეთ ევროპული ცივილიზაცია ყველაზე წარმატებული იყო და თქვენ წარმოიდგინეთ ეს უზარმაზარი ცივილიზაცია დამპალი ნეოტროცკიზმით, რომელიც შეფუთულია ნეოლიბერალურ ფრაზეოლოგიაში, ლამის კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანეთ. ევროკავშირის რა მომავალიც იქნება თქვენ მალე ნახავთ, იგივე ნახავთ ნატოს მომავალსაც. იოლად არაფერი არ წავა. ეხლა არის ზეწოლები, იგივე ბლუმბერგის განცხადება, ანალოგიური იწერება, ვთქვათ, იგივე Washington Post-ში, იგივე ვთქვათ, CNN-ის გადაცემებში. აი, ვისთვის იწერება ეს? ტრამპი ზელენსკის, როგორც ჩანს, ზელენსკი დათანხმდა იმ პირობებს, ხო, ჩვენ დაგეხმარებით, ტრამპმა უთხრა ჩვენი ფულს უნდა დავიბრუნოთ და ეს ეხლა ნახეთ შენი ღბული რამე, რომელზეც თვითონ ისეთი ადამიანებიც კი ალაპარაკდნენ, როგორც არის სოსკინი, მას უკრაინის დემოკრატიის მამას უწოდებენ, სერიოზული პიროვნება. ნახეთ, რა ხდება სინამდვილეში, ამიტომ არ არის პოლიტიკა ის რაც ზედაპირზე ხდება. ზელენსკის ღიად მიანიშნეს, რომ არჩევნები არის გარდაუვალი. გასაგებია რომ ზელენსკი ამაში, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს იანუკოვიჩი. ეს იმას თქვენი სადმე წერია თუ თქვენი დასკვნა თუ არა, მე გეუბნებით იმას რა ინფორმაციაც მაქვს და რაც თქვა გაახმიან არა მხოლოდ სოსკინმა, არამედ იგივე ამერიკელმა ცნობილმა ანალიტიკოსებმა. რა ხდება? ამით ხდება იმის აღიარება და სოსკინიც ამას სწორად მიანიშნებს, რომ 2014 წელს იყო გადატრიალება. ისევე როგორც სიმახინჯე იყო 2003 წლის ის ფარსი, რომელსაც ჩვენ ვარდების რევოლუცია დავარქვით და მე პარლამენტში ვიყავი და არ ვიყავი რიგითი წევრი და აბსოლუტურად თელი შიდა კულისებში ყველაფერი ვიცოდი, როგორ მიდიოდა და როგორ ყალიბდებოდა. ეს კი არა შევარდნაძესაც უთხარი, თქვენ ჩამოგაგდებენ აუცილებლად, ორი კაცი მყავს მოწმე, არა ვარ დიდი მორიდებული კაცი, რატომ მომკითხა და მე ვთქვი, იმიტომ რომ ეს და დაახლოებით სადღაც 2 წლით ადრე მე ვუთხარი რომ ის ვერაფრით ვერ მივიდოდა ვადის ამოწურვამდე. მან მითხრა რომ გასაგებია, მაგრამ მე ეს არ მემუქრება, მე ვთქვი გემუქრება თქვენ. რატო? მე არაფერი არ მინდოდა შევარდნაძისთან, არასდროს ვიყავი მასზე დამოკიდებული, არასდროს იყო ჩემი ცხოვრება შევარდნაძის კარიერიდან გამომდინარე. მე უნივერსიტეტში, ინსტიტუტში მუშაობდი, ჩემი ფანტასტიკური საქმე მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩანდა. ეს გამოცდილება მაიძულებს მე ვილაპარაკო მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის თებერვლიდან ლამის პორტარტური შპიონად გამომაცხადეს, ხო ესე იგი. მაგრამ კიდე გეუბნებით, ერთია ცოდნა და ერთია რა არის რეალობა. მომწონს თუ არ მომწონს, მე არცად მისაუბრია, რომ ეს მომწონს და ეს არ, მე თუ მომწონმა არ მომწონებაზე ვისაუბრებ, მე არ უნდა მომიწვიოთ. მე რა მომწონს, ვის რაში ჭირდება. ეს კერძო საუბარში შეიძლება მე ვთქვა, რომ ეს ლამაზი ქალი მომწონს და ეს რამე მომწონს, მაგრამ საჯაროდ მე მხოლოდ საუბრობ იმაზე მოცემულობაზე. მე არც პროგნოზისტი არა ვარ, მე ავხსნერ სიტუაციას, როგორიც არის დღეს. ესე იგი
არჩევნების ამას კი გზავნილი იანუკოვიჩი რომ იღებს მონაწილეობას რომ ჩვენ იმ პირობებს გახსოვთ თქვენ იანუკოვიჩის დროს ძალიან გავლენიანი ქალი ანა გერმანი კი მახსოვს გახსოვთ ხო ის ხელახლა დაბრუნდნენ კიევში და მისი მომხრეები ძალიან სერიოზულად გააქტიურდნენ გასაგებია მითითება არის როგორც ჩანს შემდეგ რაზეა საუბარი ამერიკელები რა თქმა უნდა იმ მილიარდებს არ გადაყრიან საში ისინი მიიღებენ კომპენსაციას მაგრამ ეს მოხდება რუსეთთან შეთანხმების ფარგლებში და საუბარია იმაზე და სოსკინმაც კი ეს გაახმაურა და ასევე ამერიკულმა ანალიტიკოსებმა გაახმაურეს ახლა თუ ვინმე გონია რეი მაგოვერნი და ესენი უბრალო ადამიანები და ნაკლები თქვა იგივე სკოტ რიტერი და ასე შემდეგ მომავალში არ გამორიცხავს სოსკინი რომ ბელორუსიის მსგავსად უკრაინა შევიდეს სამოუკავშირო სახელმწიფოში. მიხდით როგორც ეს კონდა ჩაფიქრებული. როგორც კონდა იმიტომ რომ დააკვირდით აი ახლა მე ისეთ რამეს ვიტყვი აი ვერ აიღო რუსეთმა უკრაინა და რუსეთ რომ ეს სიგიჟე ჩაედინა და უკრაინა აიღო და ამის აღებას არაფერი არ მესამე დღეს კიევის უბნებში იყვნენ. გარე უბნებში, ხო? ამერიკელებმა უთხრეს და გამოიყვანეს მე. თვით ყველაზე თავდადებული რუსეთის მომხრეც კი ამას არ აღიარებდა. ვინ მოგცემს 21 საუკუნეში შენ შევთანხმებლად ამ დონის რაიმეს გაკეთებას რომ შენ დახურო სახელმწიფო ევროპის უდიდესი სახელმწიფო მე კიდე გეუბნები ძალიან ახლოს ვიცნობ უკრაინას 6 თვე ცხოვრობდი სამეცნიერო ურთიერთობა კოლოსალური სამეცნიერო ცენტრები ჰქონდა კოლოსალური სამრეწველო პოტენციალი ჰქონდა რომ წესიერად წასულიყო საქმე ევროპის უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანა ვერანაირი გერმანია უკრაინის თოლფასი ვერ იქნებოდა და ეს ყველაფერი დაინგრა იმის გამო რომ idეოლოგია მაიღო სახ აზრზე იმიტომ მეშინე იმიტომ რომ აგრესიული ამ დამპალი idეოლოგიის მიმართ რომ 45 მილიონიანი ქვეყანა და ტერიტორიულად არანორმალური ქვეყანა განადგურების პირას ამისული და შენ იმერულად ერთი ფინჩხა ქვეყანა მაგრამ ძალიან გაუტეხელი ხალხის გაუტეხელობამ შეინარჩუნა ეს ქვეყანა, თორე ეს ქვეყანა დღეს დაქცეული. არის გენი ეტყვა ჩვენი ბებერია, მაინც და გამოცდილება აქვს შეიძლება კოლოსალური. წაუსულელებთ ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ფუქსავატები ვართ, მაგრამ გენეტიკური მეხსიერება მუშაობს გაუცნობიერებელ დონეზე. მე შემიძლია გითხრათ, რა კი რაღაც აქტიურობებში ვარ და რაღაც ის სტიმულირება მინდა და რაღაც დაიწყო რომ ქართველთა დიდი გაერთიანება გავაკეთოთ, ქართველთა არა მოძრაობა იურიდიული და არა პარტია, არამედ ამ ქვეყნის მესვეურთა გაერთიანება თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა შემართული ახალგაზრდები მოდიან. ფანტასტიკური. მე გათმაგებული ძალა მაქვს, იმიტომ რომ ეს ხალხი ამ რაოდენობით არის იმის გარანტი, რომ ამ ქვეყანაში იოლად ვერავინ ვერაფერს გაიმარჯვა. ამ სისტემაში ჩვენ ნელ-ნელა გავუკეთებთ ტრანსფორმაციას, ისე რომ რაიმე ექსცესები არ მოხდეს, იმიტომ რომ დღევანდელი არსებული სისტემა არის საქართველოს დასასრული, ქართველების დასასრული ამ ქვეყანაში, ამიტომ ამას უნდა ძალიან გონიერება, ამას უნდა უზარმაზარი ცოდნა და პასუხისგებლობა და ამას არ ჭირდება იმ პარადიგმაში მოქმედება, რასაც 32 წელია ქართული პოლიტიკური ცხოვრება არის მიმართული. ეს არის სრული დამღუპელი გზა, ამიტომ იცვლება საქართველოს დღეს გადარჩენილია, მაგრამ ამას ცოტა დრო ჭირდება და ამის გარანტი არის კიდე გეუბნებით ის საოცარი ახალგაზრდები, რომლებსაც თავისი ქვეყანა მე სულ და მაგრამ მე კიდე უფრო მიხარია რომ ეს არის საოცარი ახალგაზრდები რომლებიც ამ ქვეყანას არავის არ რომ იტყვიან დაუთმობენ გამორიცხულია ძალიან კარგი ბატონო დემურ და ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ გარდა ჩვენი პოტენციალისა და ჩვენი ახალგაზრდების პოტენციალისა რა ძალიან სასწაული პოტენციალი აი ნახეთ ჩაგეჭრებით ჩემს ლექციებზე რომელიც მე სპეციალური ჯგუფისტის ჰქონდა მოდიოდა მაშინ მე-12 კლასელი ახალგაზრდა კიდე სხვები იყვნენ ასევე კომაროველები
მათ ინტელექტი არის კოლოსალური. ისინი აბსოლუტურად ტოპოლოგიასაც შესანიშნავად იგებდნენ. ისინი თამაშების თეორიაში შესანიშნავად გაერკვნენ, ისინი მაკროეკონომიკის ნიუანსებში აბსოლუტურად მე მამებისგან ვიცი მათი რომ აბსოლუტურად ყველაფერი გასაგები იყო მათი ამ ახალგაზრდების მომავალი თუ ეს სახელმწიფო ამ ახალგაზრდების მტერი არ იქნება კოლოსალურად ძლიერია ეს არის თაობა 18 წლამდე თაობა ახლა ისინი მათემატიკაზე სწავლობენ თბილისის უნივერსიტეტში მე ვფიქრობ მათემატიკის ერთადერთი ფაკულტეტი დარჩა შეიძლება ეს ვერ არის ისეთი როგორიც იყო მაგრამ იქნება თავარია გვინდოდეს ყველაფერი იქნება ეს არის კოლოსალური შესაძლებლობის თაობა მე აღფრთოვანებული ვარ ამითი რა თქმა უნდა 25 წლამდეც ახალგაზრდები მხდებიან რომლებიც ასევე ძალიან მაგრები არიან მაგრამ ამ ყველაფრის ხელშემწყობი არ არის ეს დამპალი სისტემა რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში ეს არის ჩვენი ტრაგედია მე ამას არავის წინააღმდეგ არ ვამბობ მე ვამბობ ამას არსებულ მდგომარეობას ყველაფერი კორუფციაშია ჩაფლული ქვეყანა ჩაფლულია არაფორმალურ მმართველობაში რაც საერთოდ გამანადგურებელია ქართული სახელმწიფოსი პოლიტიკური სივრცე რაც არის, რანაირი პოლიტიკური ლიდერები აქვს ჭყალებში თქვენ კარგად ხედავთ, განათლება რა დღეშია ხედავთ, მეცნიერება რა დღეშია, აბა რიცხარზე უნდა ვიყოთ ეს ცირე რიცხოვანი ხალხი უკრაინა 45 მილიონი ქვეყანა ეს ხო არანორმალურად დიდია და დღეს რა დღეშია მილიონობით დასახიჩრებული და გარდაცვლილი, მილიონობით გაქცეული თავისი ქვეყნიდან და ეს ყველაფერი ფაქტობრივად სხვისი პოლიტიკური ინტერესების მომსახურების. კოლოსალურად შემაწუნებელი რა არის, იცით, ხანდახან წერენ კომენტარებში ჩემს იმაში, რომ აი უკრაინა გაიმარჯვა დღესაც კი. ადამიანს უჭირს აღიაროს რომ შეცდა და რაღაც ვერ დაინახა და ამიტომ ისე ვიტყუებს თავს ეს სამწუხარო ფსიქოლოგიური მაგრამ აგრესია გასაგებია ქვეცნობიურად, იმიტომ რომ თუ თავზე გემხობა ყველაფერი, შენი წარმოდგენები, რომელსაც შენ ენდობოდი და მიდიოდი, ეხლა უკვე სეცვლის სიტუაციაში ქვეცნობიერად იღებ იმპულსებს, რომ არ აღიარო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თავზე დაგემხოს ეს ყველა, მაგრამ ჯობია ეხლა გადახარშო ეს და დარჩე, შენ გაქვს ერთადერთი ორიენტაცია, შენ არ შინ ევროპა გჭირდება, არ შინ რუსეთი გჭირდება არც შინ თურქეთი არავინ არ გჭირდება შენ გჭირდება სახელმწიფო თურქეთთან რუსეთთან ევროპასთან ამერიკასთან აბსოლუტურად პრაგმატული საღი პოლიტიკის ფარგლებში და ამის მიღწევა ძალიან იოლია ამას უნდა პროფესიული პოლიტიკური საქმიანობა და არა მარიონეტები ბელადის მატარებელს მოყოლილი რომლებითაც გაძეძგილია დღევანდელი ხელისუფლება და ბატონო ფონი რატომ დავიწყე ხა აქ რაც უნდა კარგი მასალა გქონდეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია გარშემო როგორი ფონი შეიქმნება ანუ როგორ გადაწყდება აი შეთანხმება როგორი ტიპის იქნება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯერ ამას ვერავინ ვერ იტყვის. შტატებს შორის იმიტომ რომ ეს ხომ მოახდენს გავლენას ჩვენზე არათუ ირიბად პირდაპირ. ესე იგი ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ რომ ორი დიდი სახელმწიფოს ერთმანეთთან რაღაც შეთანხმება ჩვენს მომავალს არ განსაზღვრავს. თუ ჩვენ არ თამაშობთ თამას ნულოვანი ჯამით. ანუ არ თამაშობთ ერთ მხარეს მეორეს წინააღმდეგ. ხას უსვამ წლები ამაზეულო საქართველოს არ აქვს იმის ფიფუნება იყოს რუსეთის გვერდი და იყოს ამერიკის მტერი, ან იყოს ამერიკის მტერი და ბოდიში მეგობარი და იყოს რუსეთი. ამის ფუფუნება არ აქვს. შენ კარგად უნდა იცოდე რომ ამ დაპირისპირებაში ისინი ადრე თუ გვიან შეთანხმდებიან. ამას მოითხოვს ინტერესები ერთის და მეორეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რატომ მიდიან ამერიკელები რუსეთთან მოლაპარაკებაზე? იმიტომ რომ საჯეღარი სიტუაცია შეიქმნა, როცა მოხდეს შეიძლება ის, რომ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდეს და ყველასთვის მთელი კონცერტები დამთავრებულია. ფინიშია დედამიწაზე
სიცოცხლის თუ არა თუ გადარჩება რაიმე იმას რა ექვიება მე ვერ გეტყვით კარგად მაგრამ ფინიშია ამიტომ ეხლა სულელი არავინ არ არის რომ მოსინჯეს ყველაფერი ეგონათ რომ გამოვიდო და აღარ გამოვიდა ეხლა უნდა გადანახეთ ტრამპის ყველა განცხადება რომელიც აბსოლუტურად არ ჯდება ტრადიციულ წარმოდგენებში ეს მე-11 შტატი უნდა კანადა ამის ყველაფრის უკან მომავალი კონტურებია ბალანსების იმიტომ რომ ეს არის პრინციპი რომელიც მოქმედებს ამერიკელები აუცილებლად გავლენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებიდან 840 სამხედრო ბაზის შენახვის ხარჯების გაღება ამერიკისთვის არის საშინელი. ეს აქეთ ანახევარსფეროშია, ხო, ჩვენკენ? 840 სამხედრო ბაზა. პლუს ნატო, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებულია პარაზიტული ევროპის ხარჯზე, ამერიკის კისერზე რა ნატო არაფერში არ ჭირდება. ის რომ რუსეთი შევა და ევროპას დაიპყრობს, ეს იმ დონის სისულელეა. კიდე გეუბნებით. რუსებს უნდათ ფულის კეთება, უნდათ საფრთხე არ ემუქრებოდნენ, ამის მიღწევა ელემენტარულად შეიძლება თავისი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი და გახსოვთ ჩემი ნათქვამი თებერვალში 22 წლის ამ კონფლიქტის შემდეგ რუსეთი გამოვა ძლიერი. ხო თუ არ ნადგურდები ასეთი ტიპის წინააღმდეგობები ყოველთვის გაძლიერებს. რატომ გამოდიოდი აქედან განა რუსებს იმდენად კარგად ვიცნობ მეტი რო არ შეიძლება თავის ისტორიან მით უმეტეს გვერდიგვერდ ცხოვრობდით და ასეთი იყო დრო 50-იან 60-იან წლებში ხო თუ ქვეყანას და დასავლეთი ვერ მიხვდა იმას რაც ცნობილია რუსებს თუ გაუჭირვებ მაგრად ძლიერდებიან. ამ დროს არიან, რუსები რო იტყვიან ბეზალაბერნი ხალხი, კარგად აკეიფე, კარგად აცხოვრე, კორუფციაში იყვნენ ჩაფლული, კრიმინალში იყვნენ ჩაფლული, ოლიგარქებს უზარმაზარ მდიდარ ქვეყანას ანადგურებდნენ და უცებ მობილიზაცია გააკეთეს ჯერჯერობით ოლიგარქების და იმ მეხუთე კოლონის წმენდა არ დაწყებულა, იმიტომ რომ ერთდროულად ალბათ არ გამოდის, თუმცა დღევანდელი ხელისუფლება რუსეთისა ამ ოლიგარქების ოლიგარქიული წყობის პირმშუა, რო გითხრათ სიმართლე დააკვირდით კოლოსალურ რამეს. ეხლა დაიჭირეს როსკოსმოსის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელსაც გაფლანგული აქვს უზარმაზარი ფული. ეხლა ასეთ ქვეყანაში ომის საფრთხეს და გაგანადგურებო იმას რო დაპირდები გადაეწყნენ მართალია ჯერ გადაწყობამდე ბევრი უკლიათ, მაგრამ ეს უკვე სხვა ქვეყანაა, ვიდრე 2024 წლის 22 წლის 24 თებერვალს იყო სხვა რამეა და ჩვენ კიდე გავიხსენოთ. რუსეთი გაცილებით საშინლად იყო რომ არა 2008 წლის 8 აგვისტო. ეს საერთოდ ცალკე თემაა. ჩვენ ეს ვერ გაგვიაზრებია რომ ჩვენ განვითარებთ. რუსები დავაყენეთ იმის წინაშე, გასაგებია დაგვაყენებინეს, მაგრამ ჩვენ დავაყენეთ იმის წინაშე, რომ მას სრული კატასტროფა ელის დაპირისპირების შემთხვევაში და რუსების გადაწყობა ნელ-ნელა დაიწყო 2008 წლის ომის შემდეგ. ჩვენ შევეწირეთ ამას და ეხლა შეეწირა ამას უკრაინა ჩვენ არა გვაქვს დაკარგული ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ ამას უნდა ფილიგრანული პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც შეიძლება უწვრილმანეს დეტალებში იყოს გაანალიზებული, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემა, ამიტომ ჩვენ გჭირდება გადაწყობა. მსოფლიო იცვლება, საქართველოში ფაქტიურად არაფერი იცვლება. ის დემაგოგია, რომ არიქა ნაცმოძრაობა მოვა და გაგვანადგურებს და ეს არის შესანიშნავი მასალა ხელისუფლებაში მყოფი ხალხისთვის, რომ ვერსად ვერ მოვა ნაცმოძრაობა, ვერავის ვერ გაანადგურებს, ხას უსვამ, არანაირ ძალას არ წარმოადგენს ნაცმოძრაობა, რომელსაც შეუძლია რაღაც რევაში განახორციელოს, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის ეს არის იდეალური. ეხლა მათემატიკურ ტერმინს გამოვიყენებ. თუ შენი ხელისუფლებაში არსებობისთვის აუცილებელი და საკმარისი პირობა არის ასეთი ოპოზიცია
პოზიცია, შენ არ ჭირდება ეკონომიკური პოლიტიკა, შენ არ ჭირდება სოციალური პოლიტიკა, შენ ჭირდება მხოლოდ შეინარჩუნო ის, რაც შენი არსებობის აუცილებელ და საკმარის პირობას წარმოადგენს. ანუ ძალიან დიდი მადლობა, როგორც ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და გვექნება საშუალება ვისაუბროთ თემებზე. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხით დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდოთ.